არასწორი გადაცემის შედეგად სანდრო გურულს მიუვიდა ბურთი, რომელმაც თავისი შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. ძალიან კარგი. კიდევ ერთი ერიში ანანიძე 2-1 საქართველოს ეროვნული ნაკრები დაწინაურდა. ჯანუ ანანიძე გატანილი გოლის ავტორი და 2 წუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა 2 გოლი გაუტანა მეტოქეს სტუმრად და ანგარიში უკვე 2-1-ია 67 და 68 წუთებზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სანდრო გურულმა და ჯანუ ანანიძემ 2 გოლი გაიტანეს მეტოქის კარში და უკვე საქართველოს ნაკრები არის წინ 2-1. ასეთი რამ ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა. ალბათ არ ვიცი დღეს თუ შევძელი და გავიხსენებთ უახლოეს მომავალში ალბათ და სტატისტიკოსების მოგვაწვიან ინფორმაციას, რომ აი ესეთი სიტუაცია, როცა საქართველოს ნაკრები აგებდა და ძალიან სწრაფად 2 წუთში 2 გოლი გაიტანა. მათე ვაწაძეს ძალიან კარგი გადაცემა და ჯანუ ანანიძის მშვენიერი გოლი დღევანდელ შეხვედრაში. ჯანუ ანანიძისთვის ესეც სადებიუტო გოლი გახლავთ მისი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ხედავთ 67 და 68 წუთებზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.